აჭარა არის ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული გადარჩენის წინაპირობა. ამ ეტაპზე გულისყურით ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც ამ მხრივ აჭარას აქვს. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არის ბევრი პრობლემა. აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ქედის მოსახლეობასთან შეხვედრისას. კოალიცია ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა ქედაში მცხოვრებ საარჩევნო პროგრამა და სამომავლო გეგმები გააცნო. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აჭარის მაღალმთიანეთში უმთავრეს პრობლემას ეკომიგრანტების საკითხი და მცირე მიწიანობა წარმოადგენს, რაც სასწრაფო მოგვარებას საჭიროებს. მარგველაშვილის მხარდასაჭერად ქედაში მოქალაქეებთან ერთად აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებიც შეიკრიბნენ. დღესვე ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი შვახევში წმინდა ტყელ აბუსელიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სასულიერო პირებს შეხვდა. ეკომიგრანტების პრობლემა არის, საერთოდ მცირე მიწიანობის პრობლემა არის და აგრეთვე განსახლების პრობლემა არის. მაგრამ ნახეთ რა საინტერესოა და რა მნიშვნელოვანია. რეალურად აჭარა არის ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული გადარჩენის წინაპირობა ამ ეტაპზე. და ამაში ერთდროულად უნდა დავინახოთ პრობლემა და ბევრი პრობლემის გადაჭრაც. დავრობა უაღრესად აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, რესურსი ამ საკითხების დარეგულირების ჯერჯერობით ესე აქტიურად არ ჩანს, მაგრამ ჩვენ ძალიან გულისყურით ვუყურებთ იმ შესაძლებლობებს, რაც აჭარაში არის. რაღაც სიმბოლურ თარხვედრას ვხედავ გიორგი მარგველაშვილს რატო უჭერ მხარს, იმიტომ რომ გიორგი ჩემი სამშობლოს სახელი ქვია მას, გეორგია. გვარშიც არის რგვა მარგველაშვილი და ფილოსოფოსი როა კიდე. რაღაცა მენიშნა, რომ ფილოსოფოსები თუ ქვეყანას მართავენ, ის ქვეყანა იდეალურიაო, ადრე უთქვავს ერთ-ერთ ფილოსოფოსს. ამიტომ უჭერ მხარს გიორგის.